რა მე მიშველე. კი, შემიძლია. რა თქმა უნდა, რომ შეგიძლია, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი შეგიძლია მართა. ეს ყველაფერი შემიძლია. ისედაც ყველაფერი შეგიძლია, რა თქმა უნდა, თუ მოინდომებ. ზუსტად ასე არის სიკეთე გადამდები და რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ რა სიკეთეც შეგვიძლია, თუნდაც ძალიან პატარა გავაკეთოთ. მოიცა, შენ თვითონ უნდა გააკეთოთ, თოგი? აი მგონი უკვე მზად არის. აი ხა მე უფრო ვერთობი მგონი ვიდრე ესენი. პროფესიონალი ვარ. ახლა ვნახავთ ვინ არის პროფესიონალი. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ვისაც გინდათ რომ მანანა აი აქ დაჯდეს, აუცილებლად გამოგუწერეთ ზაქათმეში შემალულა მელა. მარჯობა მეგობრებო, დღეს გეოდევათ ყველაზე მაგარი ვიდეო. მართას არ შეუძლია არას თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც კი ვეტყვი ყველაფერზე უნდა მითხრას კი და კი. ძალიან მიხარია, რადგან ჩვენი პირველი ვიდეო ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ მე არ შემეძლო არას თქვა და ყველაფერზე ვამბობდი კის და მართლა ისეთი რაღაცები გავაკეთებინა, მოკლედ ვისაც არ გაქვთ ნახე, აუცილებლად ნახეთ. ახლა კი გონი დღევანდელი ვიდეო უნდა დავიწყოთ. ისეთი მაგარი იდეები მაქვს მოფიქრებული, რომ არ ვიცი. მართა ყველაფერზე ამბობ კის. მზად ხარ? კი, მზად ვარ. ჩარტყი? სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავიდოდეთ ყველაზე მაგარი ახალი ამბავი. მე და მართამ გადავწყვიტეთ, რომ კომენტარებიდან ავარჩიოთ ხოლმე 3 საუკეთესო კომენტარი და რა თქმა უნდა, დღესაც ავარჩიეთ, ყველა ვიდეოში ავარჩევთ და რის მიხედვით. თქვენ ჩვეულებრივად გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი რჩევები, თქვენი იდეები, თქვენი შეფასებები, ჩვენ კი ავარჩევთ 3 საუკეთესოს და ყველა ვიდეოს დასაწყისში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ახლაც მოვამზადეთ უკვე 3 გამარჯვებული კომენტარი და ახლავე წავიკითხავ. პირველი გამარჯვებული კომენტარი. მარიამ სულიკაშვილი წერს, რომ მართა ძალიან ხშირად არ გამოიყენა სიტყვა მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ ორივე. უსაყვარლესი კომენტარია და მართაც რა თქმა უნდა ეცდება რომ გაითვალისწინოს, ხო? მეორე გამარჯვებული კომენტარი. გოგო ბანანა მართას უთხარი რომ კომპიუტერი გააკეთოს. ვისაც უნდა რომ მართამ გააკეთოს ლაიკი მაშინ ამ კომს. და გულები. რა თქმა უნდა რომ მართა ახლო მომავალში გააკეთებს აუცილებლად კომპიუტერს, გადავიდებთ კომპიუტერის ტუტორიალს და დავდებთ. და მესამე გამარჯვებული კომენტარი, რომელიც ჩემთვის პირად არის ფავორიტი და ავხსნი კიდევაც რატო ახლავე წავიკითხავ, ეს არის დაჩის კომენტარი. მოკლედ, ძალიან კარგ ვიდეოებს დებთ და ერთ რამეს ვიტყვი. თუ გინდათ რომ პოპულარული იუთუბერები გამოხვიდეთ, ისიც კაი იქნება ალბათ რომ კვირაში 2 ვიდეოს დადებთ. მაგრამ კვირაში 1 ვიდეოს რომ იღებ, თუ ველოდები ხოლმე შაბათი როდის მოვა და რომ გამოდის ვიდეო ვნახავ 8 წუთიანია. ჩემი აზრით უკეთესი იქნება რომ ვიდეოს დრო გაზარდოთ, ვინც მეთანხმება ლაიკი კომს. ეს კომენტარი არის ჩემთვის ყველაზე ფავორიტი რა და ძალიან დიდი მადლობა დაჩი, იმიტომ რომ აი ამ კომენტარში იმდენად კარგად აქვს ახსნილი და იმდენად კარგად დაგვეხმარა დაჩი, რომ არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი მადლობა დაჩი და ზუსტად აი ესეთ რჩევებს და იდეებს გულისხმობ, რომ აუცილებელია რომ გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ ძალიან გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი ვიდეოები გავაკეთოთ და კიდევ უფრო მაგარი იუთუბერები ვიყოთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დაჩი, ჩვენ უკვე კვირაში 2 ვიდეოს დებთ და ვცდილობთ რომ პატარა ვიდეოები არ იყოს, ამაზე ვმუშაობთ და მოკლედ ყველა გვიყვარხართ, ეს იყო გამარჯვებული კომენტარების სერია, დასრულდა, ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე. მართას არ შეუძლია არას თქვა და პირველი. მართა შეგიძლია თუ არა რომ დღევანდელი დღე გაატარო აი იმ ქუდით, რომელსაც ახლა მე შენ მოგცემ. ჯერ მაჩვენე. ახლა გაჩვენებ. ნეტარი. არა, მაგრამ ქუდი რო იყო ძალიან გავდამცხე მოვეჭველი. მართა შეგიძლია თუ არა რომ აი ამ ქუდით იარო ქალაქში და გაატარო დღევანდელი დღე. კაი, შეიძლება თავიდან ბოლომდე მთლიანი დღე არა, მაგრამ მინიმუმ ამის შემდეგ ლოკაციაზე აი ამ ქუდით წამოხვიდნენ. კი. პირველი კი მეგობრებო და მართა გთხოვთ. გავნიავდები მაინც თორე ძალიან მაჭირდება ახლა მზე. ძალიან ხდება.
აია, ძალიან გიხდარ. მოკლედ მეგობრებო, პირველი კიც მივიღეთ და გადავიდეთ შემდეგზე. გონი მეხდება, რავი. კი, ძალიან კაია, ჩემი აზრით მართლა უხდება. ახლა კი დროა ამ ლოკაციიდან ავდგეთ და გადავინაცვლოთ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ ლოკაციაზე, სადაც ოდნავ საშიში რაღაცებიც არის და მარცა, შენ გამოიცანი ახლა სად უნდა წაგიყვანო? ატრაქციონებზე აი სადაც ჭიაყელა, ეგეთი რა. დიახ. მინდა, მაგარია იქნება. მაგრამ აი შეშინია. მეორე კის დროა და შენ დღეს სრულიად მარტო დაჯდები იმ ატრაქციონზე, რომელიც ყოველთვის გაშინებდა და რომელზეც არაერთხელ ჩემთან ერთად ვდარხარ, მაგრამ მარტო არასდროს და ყოველთვის ვცდილობდით, რომ გადაგელახა ეს შიში და დღეს არის დრო, რომ დაჯდე მარტო. დაჯდები? კი! წავედით. ჩემი აზრით ძალიან გიხდება მართა. ერთი მასის არის რომ ბძრება აი რა. არა უშავს. მეგობრებო, მგონი ძალიან უხდება მართლა, ხო? წავედით ატრაქციონებზე? წავედით. მანენა ამას ახლა აქ ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ მომძვრება, ამიტომაც კარგი, არ არის პრობლემა, მოკლედ აი ეს მატლი არის, რომელზეც მართას ყოველთვის ეშინია დაჯდომა და მოვედით მეგობრებო და ახლა მართა დაგოთვალიერებინებს ამ მატლს. ამ მატლის მთელი ცხოვრება ეშინია. კარგი, პირველი უდიდესი კუდი. ეს ჩამოვკიდები. დასაჯდომები, მატლი. და ბოლოს მატლის თავისა. მახსოვს მართლა რომ პატარაობიდან დავდივართ ამ მატლზე, მაგრამ მაინც მეშინია, იმიტომ რომ აი რაღაც ანუ მარტო არ დაუჯდა რო არ არასოდეს. საერთოდ არასოდეს. ხო და ახლა არის დრო, რომ მარტო დაჯდე. მარტო დაჯდები? ხოჭაკეტილია. მანე აბა როგორია განწყობა? წინ არ შეშაბჯდა რო არ მგონი თუ უკან ვიჟექია. მიდივარ. როგორ ხარ? ძალიან კარგად. უნდა დაძლიო ეს შიში, მიდი. რა მიშველე. წავიდა ჩვენი მართა პირჯვებს იწერს. მოკლედ ეს ჩვენი მართა. საკუთარ შიშს ჩახედა თვალებში და დაჯდა ატრაქციონზე. ამ ატრაქციონის მართლა ყოველთვის ეშინია, მაგრამ ეს შიში ახლა უნდა დაძლიოს და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს. დაგვიქრია ხელი. აი, ყველაზე მეტად ის შემოსახვევი მეძღება. როგორი იყო? ძალიან კაი. გამიღეთ მალე. გაიჭედა. ოჩა. არ მინდა თქვენ. მოდი. თქვენი არ მინდა. როგორი იყო? კარგი იყო რა, თვითონ არა საშიში, მაგრამ აი იქ, აი ესე რომ აქ ჩადიხარ და აი იქ არის ძალიან. მაღლიდან რას ყვიროდი გოგო? გამოიწერეთ ჩვენი გროუ. აუცილებლად გამოგვიწერე, წავედით. ხოჭის ვისაც უნდა რომ მანანა დაჯდეს აი აქ. ფაინ. აუცილებლად გამოგვიწერეთ და 40000 გამოიწერზე უეჭველი დავსვა. მოკლედ, ჩემი მთავარი შიში არის სიმაღლე. ესეთ ატრაქციონზე დაახლოებით ერთხელ ბათუმში ვიჯექი და აი იმდენად შემეშინდა, რომ აღარც მინდა მაგის გახსენება რა. მაგრამ დღეს მე არ ჯდები, ძალიან კარგია, რომ დღეს მე არ ჯდები არაფერზე. დღეს მე არაფერს არ ვაკეთებ, დღეს ყველაფერს აკეთებს მართა და შემდეგი კის დროა. მართა, მოემზადე, რადგანაც უკვე მოვიფიქრე რა უნდა გააკეთო. ამ ტერიტორიაზე იპოვე ადამიანი, რომელსაც ჩვენი არხი ორი ერთნაირი არ აქვს გამოწერილი და სთხოვე რომ გამოიწეროს. ისე რომ არ შეგრცხვეს. ახლა კი მთავარი კითხვა. მართა, მზად ხარ თუ არა? რომ შეასრულო ეს თხოვნა. მანანა რა თქმა უნდა მზადო ვარ.
წავედით. მოკლედ, ეს ბოქსი გამოგვიგზავნა ბუბუ ბოქსმა და შეგრიდევს ძალიან საინტერესო სათამაშოები. არ გადავარდი მანანა უკვე. და შეგნიდევს ძალიან საინტერესო საჩუქრები. ეხლა, ვისაც არ უყავართ გამოწერილი, გამოვაწერნებ ორი ერთნაირს და ვყავართ ვაჩუქება ამას. ძალიან ცუდად მაქვს ეს რაღაც, ამიტომაც უნდა მოვიხსნა. აი, მოკლედ, წავედით მეგობრებო მოსაძებნად. აი, აქ არიან სხვა შორის გოგოები და წამოდით მაგათთან. ვნახოთ გამოწერილი ვყავართ თუ არა. მარჯობა. გამარჯობათ, მე რა მქვია? გამარჯობა, მე მართა მქვიათ, ხან რა გქვიათ? ელისაბედი. ნინი. იცით რომ მე და მანენას ორი ერთნაირი სახე გვაქვს? გამოწერილი ყავართ? კი, რა თქმა უნდა. კი. მანენა და რა ვქნა უკვე გამოწერილი ვყავართ. უნდა ვაჩუქოთ საჩუქრები, რა თქმა უნდა, რა უნდა ვქნათ. აი, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ბუბუ ბოქსის საჩუქრები, სადაც არის ძალიან საინტერესო სათამაშოები ბავშვებისთვის. მართა, ამოიღე ორი საჩუქარი და აჩუქე ჩვენს გამომწერებს. მოდი ეს იყოს და ეს ძალიან საყვარელი. აი. ახანდეს. მოდი მანა, ეხლა მოვძებნოთ ის, ვისაც არ უყავართ გამოწერილი. წავედით. წავედით. სხვა შორის გოგოს ხედავ და აბა მაგასთან მივალ. გამარჯობა, მე მართა ვარ, შენ რა ქვია? მე ნინი. ორი ერთნაირი ყავს გამოწერილი? არა. კარგი, მაშინ შეგიძლია რომ გამოგვიწერო? აი გამოგვიწერა. აი ეს კვერწი აიღე. მადლობა. მართა, მგონი დღევანდელი ვიდეო ძალიან საინტერესოდ მიდის და შემდეგი რაღაც მოვიფიქრე. ის ბავშვები, რომლებიც წეღან შეგხვდნენ, იყვნენ უსაყვარლესები და რაღაცნაირად მინდა რომ მათთან დაკავშირებით კიდევ გითხრა რაღაც. კარგი. გითხარიო. დაპატიჟებ სამივეს მანქანების ატრაქციონზე? კი, რა თქმა უნდა. ერთი სულ მაქვს როზის დაპატიჟებ. კაი, მაშინ ახლა წავედით უკვე მან. წავედით. დაპატიჟე მეგობრები, აჰა შენ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. მართა, მოგვიყევი რა მოხდა, გთხოვე ხა? მარა გთხოვ შენ მოყევი რა მოხდა? მოკლედ რა მოხდა? აქ ხო ვისხედით და ვიღებდით ვიდეოს, რომ უნდა დაგვეპატიჟა ის სამი გოგო ატრაქციონებზე და ამ დროს ერთი ადამიანი, რომელიც აქ მუშაობს, თურმე ისმენდა ჩვენ საუბარს და რო გაიგო, რომ პატარა სიკეთის გაკეთებას ვაპირებდით, ეგრევე მოვიდა და ჟეტონები გვაჩუქა. აი მეგობრებო, ზუსტად ასე არის სიკეთე გადამდები და რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ რა სიკეთეც შეგვიძლია, თუნდაც ძალიან პატარა გავაკეთოთ რა. განწყობა ხო ისედაც ძალიან მაგარი მქონდა, მაგრამ ახლა აი უბედნიერესი ვარ, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ და მე მგონია, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ყველას, რომ მართლა უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო. ეხლა მართა თვალებს მიბრიალებს, რომ ეგეთ რაღაცებს ნუ ვალაპარაკობო, მაგრამ მე მგონია, რომ მე რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ, კაცო, რა გინდა? ბავშვებო, კიდე მოვედი მე და გვინდა რომ დაგპატიჟოთ მანქანების ატრაქციონებზე და წამოხვავთ. აი, წავედით. წავედით. დავსხედით მეგობრებო და მე გადავიღებ ვაიმე სად აქვს ხალხი მე გადავიღებ ამბრფოლას ავეთ აბა ხდება გოგო? ვაიმე! რა ხდება? დაატრიალე ბევრჯერ აი იქით. აი ეგრე. უბრალოდ რომ იყვებიან ხოლმე ბავშვებს სასარდობა ჩემი აზრით. უბრალოდ უფრო ერთობიან, იმიტომ რომ ყველა უფროსში ხო არის ბავშვი. ამიტომაც ყველა უფროსის ერთობა რა. ეხა მე უფრო ერთობი მგონი ვიდრე ესენი. არა, მართაც კარგად ერთობა. ვაიმე ავარია მეგობრებო გამოიძახეთ სასწრაფო აი თუ ვერ ატარებე გოგოები საუკეთესოდ მანქანას აბარა როგორი იყო მართა ძალიან
მაგარი იყო ძალიან. თან ეხლა ვისწავლეთ არება წინა მოსვლაზე მგონი. მაშინ შემდეგი კი დროა და წავედით. კარგი. ესე ჩვენი დამშვიდობება. ნახვამდი. მოკლედ მართა შემდეგი კი დროა. ნეტა რა იქნება? ნეტა რა იქნება? ეს თამაში ალბათ იცი ხო? ყველა მიცის დღეს ეს თამაში. შეგიძლია რომ ეს თამაში მეთამაშო და თუ მე მოგიგებ, მე დამრჩება. ხო, თუ შენ მოიგებ, შენ დაგრჩება. კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგ თამაშის პროფესიონალი ვარ. ახლა ვნახავთ ვინ არის პროფესიონალი. ვიწყებ. დავიწყეთ. კარგით. მართა, თან რო აგვიხსნა წესები თუ რა შეიძლება. თქმა უნდა. ესე იგი, გვაქვს ესეთი ორი წელი ბარათისავით და უნდა დავდოთ იატაკზე, აი ესე. ოღონდ აი ეს ნაწილი, სადაც ესეთი საფკუთხედებია, უნდა იყოს ძირს. აი ესე უნდა იყოს. აჰა. ავიღოთ მეორე და უნდა დავარტყათ. ანუ უნდა დავარტყათ, რომ ამოტრიალდეს ორივე ესე რომ იყოს. აჰა. ან ერთიც. მაგრამ მგონი ორი უფრო კარგი იქნება, კაი, დავიწყოთ, აბა. ოუ, რა კარგად იქნება. არ გამოგივიდა ხო? არ გამომივიდა. ეხლა მანანა. არა, მოიცადე? არ გამომივიდა სამწუხაროდ არცნა. ეხა შენი ჯერია. უჭელი უნდა გამომივიდეს ამ ჯერზე. აუ, ტიცი. მიდი. დიდი მეთქინა. მე ტაქტიკები ვიცი რომ რამე მიყურებია ვიდეოები. გაკეთე? ბრავო! მოიცა, ანუ მომიგე და შენია ეგ თამაში? კი, რა თქმა უნდა. მანანა გილოცავ, მე მოვიდი. ხო იყო ეს შენი სურვილი. კაი, მანანა გეროვდები, ახლა უკვე შემდეგი კისთვისაც მზად ვარ. მართა, შემდეგი კის დროა. ნუ, წავედით ვიარეთ, მოვიარეთ მთელი ქალაქი. ხანის გავაკეთეთ, ხანეს გავაკეთეთ. ხო და მომშივდა რა. ყოველთვის მე გეპატიჟები და მყავხარ და გაჭრევ. ხო და მაინტერესებს შენ როდის უნდა დამპატიჟო და ბობო, დამპატიჟებ თუ არა საჭმელად? მითხარი მანანა შენ რა გინდა და მაგას დაჭმო. მოდი, იცი რა ვქნათ, შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად? ხო იცი რომ ჰოთ-დოგი მიყვარს ყველაზე მეტად. ხო და ჰოთ-დოგზე დამპატიჟე. კაი აზრია ნამდვილად. მე ვიცი ერთი ჰოთ-დოგი. აი აქ არკასთან არის ძალიან ახლოს და წამოდი და მან გეჭვი ჰოთ-დოგს. ვაუ, მეგობრებო, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ცხოვრებაში პირველად მართა მეპატიჟება საჭმელზე და უბედნიერესი ვარ, როგორც იქნა. რომ ძალიან მაინტერესებს როგორ აპირებს რომ დამპატიჟოს. კარგი, წამოდი, მანანა პირველად გიპატიჟები, ასევე გახსოვდეს საჭმელად, ამიტომაც მგონი ძალიან უნდა გიხარავდეს. ძალიან მიხარია. ინამდვილად. მანანა მე ერთი ჰოთ-დოგი მინდა და შენ რამდენი ჰოთ-დოგი მინდა? ნუ მეც ერთი რა, ძალიანაც არ მშია, მაგრამ გამარჯობა. შეიძლება ორი ჰოთ-დოგი შევუკვეთავ? კი, რომელი ჰოთ-დოგი იქნება? არ ვიცი, ჩვეულებრივი კლასიკური. შენ მართა არ ხარ? კი. გიცანი, თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია შემოხვიდე და შენც თურმე გააკეთო ჰოთ-დოგი. აუ, რა მაგარია. მანანა შეხედე ამის და შემიძლია შევიდე და გაგიკეთო ჰოთ-დოგი. თანაც ხომ სულ შენ მეპატიჟები ხოლმე და ეხლა კიდე მე დაგიპატიჟები და თანაც ჩემი ხელით გაგიკეთებ. კარგი, მანანა, მოდი ახლა დავიწყებ ეკეთებას და შენ დამელოდე. აი ესე ჩვენი ორი პური ეხლა უნდა გავხუხო. ეხლა კი ჩემთვის და მანასთვის სასი. თან მეგობრებო გადამოვამოწმოთ პურები და ამოვატრიალოთ. ხო, ნე? ერთი სული მოქვს როდის გაკეთდება და შევჭამ. ეხლა კი პურები გადმოვიღოთ. ახლა კი ავიღოთ სოსისი და მოვათავსოთ ჩვენს პურში. აი, ორ პურში მოვათავსეთ ორი ცალი სოსისი. ეხლა კი სოუსების ჯერია. ცოტა მახინჯურად მოვასხე მგონი, მაგრამ არა უშავს. აი მგონი უკვე მზად არის. აი მანანა მოვიტანე. მოდი ახლა დაჭიქი და გავხსინჯოთ. კარგი, მოკლედ ეს მართლაც საოცარი ამბავია, იმიტომ რომ თვითონ მართას ხელებით არის ეს ჰოთ-დოგი გაკეთებული და უბედნიერესი ვარ. მართლა ძალიან მაგარი დაპატიჟება გამოგივიდა. მე ბევრ ამაზე დამპატიჟები ხარ, ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ ისე რომ მე სადღაც მისულიყავი და მე გამეკეთები და ეგეთი რაღაც არ ყოფილა. სახლში კი, მაგრამ გარეთ
ნუ მოკლედ. ძალიან მაგარი. მოდი მომიჭახუნე. ძალიან კარგია. ყოჩა, მართა. მართლა ძალიან გემრიელი. მოდი გაკოცო. მადლობა. ზოგ კარგი არის მართლა. არ მეგონა თუ ეს გემრიელი ჰოთ-დოგზე ვაკეთებ. მართლა მოიცა ეჭვგეპარებოდა რომ შენ გემრიელ ჰოთ-დოგს არ გააკეთებდი? ესე რა. აქ მაიონეზი გაქვს. იყოს. იყოს? ჩემ. ეს მომენტი არ შეიძლება აღარ დამოვიწყდება. რა მომენტი? ეს. აი ჭამის? ან ბავშვს ძალიან უყვარ ჭამა და ძალიან უყვარს ჰოთ-დოგი. გვიშველეთ. მოგასწარი კიდევ ერთხელ. სიამოვნებ. მართა ამბობს ხოლმე რომ მე სპეციალურად დილო ჭამ, იმიტომ რომ სიამოვნებას ვიხან გრძლილებო. აი მე, აი უამაზესი ფრიც მოგვიტანეს და მე ძალიან მიყვარს ყველი соусით. ძალიან. ანუ როგორც ჰოთ-დოგის ფანი და მოყვარული და უამრავი ჰოთ-დოგი გაქვს ნაჭამი, როგორ შეაფასებდი ამ ჰოთ-დოგს? ძალიან კარგია, იქ ძალიან უბრალოდ. მართლა ძალიან მოვიწონა. რეგავსინჯოთ. აია. თავგასინჯեմ. გაგო, თან როინაზება. მანენა უშვებს ყოველთვის ძალიან დიდ შესწავლას. არასდროს არ მთავრებს საჭმელს, აი ოღონდ გემრიელს, აი აღარ მინდა. ან მე დაუნაყარდი. მე არ. კი, მაგრამ ინდი შემიძლია. ანუ თუ ადამიანი საჭმელს ტოვებს, სხვათა შორის მე რო პატარა ვიყავი, უფროსები ყოველთვის მეხვეწებოდნენ რომ არ დამეტოვა. საჭმელის ყოველთვის ტოვებდი ხოლმე და შენ მართლა განსხვავებული ბავშვი ხარ. ხა თუ წინ რაღაც ბორში დაგიდეს ხო, მაგრამ ან გემრიელ რაღაცეებზე? აი გავაგზავნე. რო აღარ გინდოდეს და უკვე დანაყდე, მაინც გავაგზავნებ ჭამას. კი? აი ძალით? არა. კი, ნუ მატყუე. გონი ეს ვიდეო მართლა ძალიან კარგად მიდის. უამრავი ვიხალისე დღეს, ძალიან მაგარი ადამიანები შეგხვდნენ. გემრიელთაც მაჭამა მართა და ახლა კიდევ ერთი კის დროა. რამდენი კი გითხარი, მანანა უკვე? კაი, რა იყო? ერთი კიც და მორჩა. 5 კიც და მორჭა. რა, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაწერებს უნდათ, რომ კიდევ მართამ თქვას კი. ხო გინდათ? ალბათ. ხო და კიდევ ერთი კი უნდა გითხრა რა. ერთი კომენტარი დაგვიწერეს, მე ეს კომენტარი ფურცელზე ამოვწერე. იმდენად კარგი იდეაა და მადლობა ამისთვის მარიამ ჩიტაიას. მოკლედ მარიამმა დაგიწერა ესეთი რაღაც, რომ იმღეროს რამე 2 წლის ბავშვის სიმღერა ხალხმრავალ ადგილასო. ხო და შეგიძლია რომ იმღერო რამე 2 წლის ბავშვის სიმღერა ხალხმრავალ ადგილას? კი, შემიძლია. რა თქმა უნდა რომ შეგიძლია, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი შეგიძლია მართა. ისეც ყველაფერი შემიძლია. ისედაც ყველაფერი შეგიძლია, რა თქმა უნდა, თუ მოინდომებ. ჩემი ჭკვიანი ბავშვი. ისე შემიძლია. არ ჭამას მონდომება უნდა. ჭამას არ უნდა მონდომება თუ უნდა. მოკლედ, ჭამის ფანია რა, ჭამაზე წინალოთ მე უფრო გიყვართ თუ ჭამა. ჰა? უფრო გიყვართ თუ საჭმელი? შენ. მატყუებს მგონი რომ მე უფრო უყვარვარ, იმიტომ რომ ჰოთ-დოგები უფრო გიყვარს თუ მე. შენ. სკოლა უფრო გიყვარს თუ ჰოთ-დოგი? ჰოთ-დოგი, რა თქმა უნდა. მეცადინეობა უფრო გიყვარს თუ ცეკვა? ცეკვა. კარგით, ახლა კი უნდა წავიდეთ, რადგან მართას მნიშვნელოვანი საქმეა. ხალხმრავალ ადგილას უნდა იმღეროს 2 წლის ბავშვის სიმღერა. წავედით. წავედით. მოიცა მან დამამთავრებინე და მე წამოვალ. ხმერ. სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ რუსთავის პარკს გადავუღე ვიდეო, რომელიც არის დაახლოებით 30 წამიანი და არის ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი და მშვენივრად წარმოაჩენს ამ ბუნებას და აი ახლა ჩავსვა ამ ვიდეოს, რადგან ნახოთ თუ რა ლამაზია.
მოკლედ ახლა რა არის მართას დავალება. მართა ხალხმრავალ ადგილზე უნდა მივიდეს და იმღეროს 2 წლის ბავშვის სიმღერა და აი ახლა გააკეთებს ამას და ძალიან მეცინება. მოდი ჯერ რა თქვა რასაც ვიმღერებ, იმიტომ რომ აი ძალიან სასაცილო რამეა უბრალოდ. რად ხარ თუ არა რომ იმღერო 2 წლის ბავშვის სიმღერა ყველას ვალწი. ნახე რამდენი ადამიანია. აბა წავიდა. მიდი. სასმეში შეპარულა მელას მღერი? საქართველოში შემარულა მელა. ზე ჩურჩულე ბოდანელა. თუმენა. შენდედალო გამყევილა. არაო მელა მაწუარაო არ გამავალარაო. მოკლედ მე და მართამ ვიდეოს გადაღება დავასრულეთ და შემოვედით სტადიონზე, სადაც დახვდა ანდრია, რომელიც არის რუსთაველი, ასევე TikTok-ესაც აკეთებს, ლომა გაწერია, ხო? აუცილებლად დააფოლოვეთ ანდრია და ასევე უყვარს ფეხბურთი. ხო და ახლა, რადგანაც მეც ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მე და ანდრია ვითამაშებთ ფეხბურთს და შემოგთავაზებთ პატარ-პატარა კადრებს თუ როგორ თამაშობთ მე და ანდრია ფეხბურთს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. აი ამის შემდეგ ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასრულდება და მე მგონია რომ აი ძალიან მაგარი ვიდეო გამოგვივიდა რა. მოდი ახლა ვითამაშოთ. დიახ. და ვნახოთ. წავიდა. მართა გადაგვიღებს, ჩვენი ოპერატორი იქნება და რა ვიცი. მოკლედ ეს იყო ჩემი და ანდრიას კოლაბორაცია. უსაყვარლესი ადამიანია. აუცილებლად გამოიწერეთ და რა ვიცი რა. მაგრა თამაშობ, წარმატებებს გისურვებ. მადლობა. შენიცი. დასრულდა დღევანდელი ჩვენი ვიდეო და არ ვიცი მე ძალიან მომწონს ერთი სული მაქვს როდის დავამონტაჟებ და ავტვირთავ იმ ვიდეოს, იმიტომ რომ როგორც წარმოგვედგინა მაგაზე ბევრად უფრო კარგი რაღაცები მოხდა, ბევრად უფრო მაგარ ადამიანებს შევხვდით და არ ვიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, საერთოდ არ დავღლილ ვარ სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ვინც კიდევ გვიყურებთ, უდიდესი მადლობა, ძალიან გვიყვარხართ და არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა. მართლა ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა და აი ძალიან მაგარი დღე იყო და ეს დღე სულ მევახსოვრებ. მეც მართლა სულ მევახსოვრება და მოკლედ შემდეგ ვიდეოშიც გამოვავლენთ ყველაზე მაგარი კომენტარების ავტორს და აუცილებლად მოხდებიან ისინი ჩვენ ვიდეოებში, ამიტომ აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, გვირჩიეთ, გვითხრით რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა გვაქვს გამოსასწორებელი, ჩვენ ყველანაირ უკავშირს მივიღებთ, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში და მომავალ შეხვედრამდე და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.